4 ოქტომბერს ზესტაფონელი ამომრჩეველი მუნიციპალიტეტის მერთან ერთად საკრებულოს 36 მანდატიან შემადგენლობას აირჩევს. აქედან 21 მაჟორიტარი იქნება, 15 კი პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი. როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გვეუბნება, არჩევანს ელექტორატი ეგრეთ წოდებული კომპოზიტური ბიულეტენის საფუძველზე გააკეთებს. პროპორციული სისტემით მოქალაქეები, ამომრჩევლები აირჩევენ პოლიტიკურ გაერთიანებებს, საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც შესაბამისი წესით დარეგისტრირებული არიან ცესკოს მიერ, ხოლო მაჟორიტარულ სისტემას რაც შეეხება, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში შექმნილია 21 ადგილობრივი ერთმანდატიანი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, რომელშიც რეგისტრაციის უფლება აქვთ კანდიდატებს როგორც პოლიტიკური გაერთიანებიდან, ასევე საინიციატივო ჯგუფს. საკრებულოს შემადგენლობას რაც შეეხება არის პროპორციული საარჩევნო სისტემით 4%-იანი ბარიერი და 4%-იანი ბარიერ გადალახული პარტიები გაინაწილებენ შესაბამის მანდატებს. მე მინდა აქცენტი გავაკეთო ამომრჩევლებისთვის და განვმარტო როგორ შეიძლებათ მათ არჩევნებში მონაწილეობა და ხმის მიცემა. იქნება კომპოზიტური ბიულეტენი, ანუ ერთ ცალ ბიულეტენზე იქნება 3 სვეტი, შესაბამისად ამომრჩეველი ერთ ბიულეტენში აირჩევს როგორც პროპორციულ, ასევე მერს და ასევე მაჟორიტარს. 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნები ტარდება ზუსტად იმ სისტემით, როგორც ჩატარდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საკრებულოს შემადგენლობა დარჩება ზუსტად იგივე, 21 მაჟორიტარს დაემატება 15 პროპორციული სიით არჩეული წევრი და შესაბამისად შეავსებენ საკრებულოს. ამ ეტაპზე ოფიციალური ინფორმაციის თანახმად თბილისის 4 სტამბაში საარჩევნო ბიულეტენების ბეჭვდის პროცესი მიმდინარეობს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, იქიდან გამომდინარე, რომ იქმნება მთავარი საარჩევნო დოკუმენტი, ეს არის ბიულეტენი და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ როგორც ჩართულმა მხარეებმა, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციამ ზედმიწევნით გაუწიოს კონტროლი და მონიტორინგი ბეჭვდის პროცესს, რომელიც უზრუნველყოფს თავის მხრივ, რა თქმა უნდა, გამჭვირვალობას და საზოგადოების მიმართ მაღალ ანგარიშვალდებულებას ამ მნიშვნელოვან საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით, მეორეს მხრივ კი უზრუნველყოფილი იქნება შესაბამის ხარისხზე კონტროლი, რათა ჩვენ უზრუნველყოფთ მაღალი სტანდარტების შესაბამისი დოკუმენტების დამზადება, როგორც მოდერნიზებული უბნების შემთხვევაში, ასევე ტრადიციული საარჩევნო უბნების შემთხვევაში. შესაბამისად, დამკვირვებელ ორგანიზაციებთან ერთად ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გავუწევთ მონიტორინგს, რათა როგორც ვენდორ კომპანიასთან, ასევე შესაბამის პოლიგრაფიულ ცენტრებთან თანამშრომლობით ჩვენ უზრუნველყოფთ სათანადო ხარისხის დოკუმენტების შექმნა და ამასთანავე უზრუნველყოფთ გამჭვირვალე და ღია პროცესი. 4 ოქტომბერს გასამართი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის მიმდინარეობს მასშტაბური პროცესი, რასაც ქვია საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა. საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა მიმდინარეობს 4 პოლიგრაფიულ დაწესებულებაში, სტამბაში. 4 სტამბისგან 2 სტამბა ახორციელებს ელექტრონული ბიულეტენების ბეჭდვას, ხოლო 2 სტამბა ტრადიციული ბიულეტენების ბეჭდვას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ვიმყოფებით სტამბა ფავორიტის სტილში, რომელიც ახორციელებს ელექტრონული ბიულეტენების ბეჭდვას. ელექტრონული ბიულეტენების ბეჭდვა მიმდინარეობს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით. ბეჭდვა ხორციელდება ხარისხიანად, ისე რომ თავსებადი იყოს ელექტრონულ თვლელ მანქანებთან. პროცესში ასევე ჩართული არის ვენდორი კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც ასევე ამოწმებს და ადასტურებს საარჩევნო ბიულეტენების თავსებადობას. ზესტაფონელი ამომრჩეველი ხმას 45 უბანზე მისცემს. 2 უბნის გარდა ხმის მიცემის პროცედურა ყველგან ელექტრონული სისტემით განხორციელდება. ბავშვებში ინტერნეტზე დამოკიდებულება ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემად რჩება. სპეციალისტის თქმით, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდები წარმოადგენენ. სწორედ ამ პერიოდში ინტერნეტი მათთვის სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილი ხდება, რაც დამოკიდებულების ჩამოყალიბების რისკს ზრდის. ფსიქოლოგი ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ინტერნეტის როგორც სასწავლო რესურსის ხელმისაწვდომობას ასახელებს. მისივე განმარტებით, ყველა საჭირო მასალა
წიგნი თუ საგანმანათლებლო პლატფორმა ბავშვებისთვის ონლაინ სივრცეშია თარმოყრილი, რაც ხშირად დროის გადაჭარბებულ გამოყენებას იწვევს. ყველა ასაკი უკვე გახდა ვერ გამოყოფ ძირითადად რომელიმე ასაკს ან 5-6 წლიან ანაცლამდე ბავშვებს. ყველა ასაკში უკვე გახდა ინტერნეტ დამოკიდებული ბავშვები. აქედან გამომდინარე უფრო მკვეთრად თავს იჯენს გარდატეხის ასაკში. როდესაც ბავშვები თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვები სამეცადინო მასალა ინტერნეტიდან უნდა მოიძებნოს ბავშვებმა. როდესაც ვუსვამ შეკითხვას, რომ რატომ ხარ შენ ინტერნეტ დამოკიდებული, პასუხი არის ასეთი: აბა რა ვქნათ, როდესაც ჩვენი პედაგოგი გვაძლევს სასწავლო მასალას ინტერნეტიდან. მე მესმის, მაგრამ აქედან გამომდინარე სწავლის შემდგომი პერიოდს ბავშვები უკვე თავის სასარგებლოდ იყენებენ და ეს უკვე უკონტროლო ხდება ეს სისტემა. პრევენციის მიზნით სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ. მე რჩევა მაქვს მშობლებთან. ის რომ როდესაც შეხედავს ბავშვი რომ ის დედას მშობელს განუწყვეტილ ხელში უკავია ტელეფონი და ინტერნეტში ჩაჩერებია საჭმის კეთების დროს, სახლის დალაგების დროს და მე არავის არ ვკიცხავ, უბრალოდ რჩევა მაქვს ასეთი როგორც ფსიქოლოგის რჩევა, თუ კი რა თქმა უნდა გაითვალისწინებენ, რომ ყოველთვის განსაზღვრული დროის ფაქტორი უნდა იყოს დაცული, რომ ბავშვმა იცოდეს, რომ 1 საათი, 2 საათი შეუძლია მას სულ ვერ მოვწყვიტავთ, იმიტომ რომ 21 საუკუნეში მოგეხსენებათ ყველაფერი ინტერნეტზე არის გადართული და ის რომ მიჯაჭვულობა იყოს, როგორც მიჯაჭვულობის პრინციპი ფსიქოლოგები ასე ხსნით მას, მიჯაჭვულობის პრინციპი უკვე ისე მკვეთრად იჩენს თავს, რომ ბავშვებს არ შეუძლიათ ინტერნეტ გარეშე არსებობა. როდესაც ვაწვენთ ბავშვს, უნდა გავაკონტროლოთ მშობლებმა, რას აკეთებს, იძინებს თუ არის ტელეფონთან მიჯაჭვული, ყურობს ფილმებს, არის ხშირი შემთხვევა ესეთი, როდესაც ბავშვი გონია რომ დაიძინა, ჩუმად ინტერნეტით სარგებლობს, ყურებს ისეთ საშიშ ფილმებს, რომელიც მე ახდენს ცენტრალური ნერვული სისტემის აღზნებას, ბავშვი ვერ იძინებს, დილას დგება, რა თქმა უნდა, გამოუძინებელი, ვერ აკონტროლებს მშობელი მის ძილს, დგება ბავშვი გამოუძინებელი და ეს იწვევს იმას, რომ მთელი დღის განმავლობაში ბავშვი არის გაღიზიანებული. აკეთებს ყურობენ ისეთ ფილმებს და აკეთებს იმ ჩვევებს, რასაც მიჩერებია იქ ინტერნეტში. მაგალითად არის ისეთი ფილმები, სადაც რობოტებია თუნდაც კლავენ ერთმანეს და ის ბავშვი გონია, რომ ეს ასე უნდა იყოს, იმიტომ რომ ის ვერათვიცნობიერებს ისეთი პატარა ასაკში არის და რაც შეეხება ზედა ზღვარს, როდესაც ბავშვი უკვე არის დამოკიდებული, გარდატეხის ასაკშია და დამოკიდებული და მიჯაჭვულობა აქვს ინტერნეტზე, ეგ უკვე მოდის პატარა ასაკიდან და ვეღარ გადავაჩვევ ჩვენ მას. პრევენციის მიზნით სპეციალისტი მშობლებს ურჩევს თავად გახდნენ შვილებისთვის მაგალითი. როგორც ფსიქოლოგი განმარტავს, მნიშვნელოვანია განსაზღვრული დროის ფაქტორის დაწესება და ოჯახის ყველა წევრის მიერ მისი დაცვა. რეკომენდაციის თანახმად, ეფექტიანია წახალისების მეთოდიც. როცა ბავშვი საკუთარი დროის ლიმიტს იცავს, მშობელმა მისი ქცევა დადებითად უნდა შეაფასოს. ეს მეთოდი არსებობს. აი, თუნდაც ბავშვს უყვარს ძალიან, თქვათ, გეუბნება, რომ რაღაცა სათამაშო, თქვათ, ბიჭთან გამომდინარე, რაღაცა მანქანა უნდა რომ იყიდოს და ან რა ბურთი უნდა, აი რაღაცა, აი ბავშვს უნდა გთხოვს რომ იყიდე. ამ შემთხვევაში რას ვაკეთებ? წახალისების პრინციპია ეს, რომ რამდენჯერმე ნაცადი ხერხი არის ეს, რომ აი დედა, თუ შენ ამას მოდი, ამას არ უყურებ, ან ცოტა დროს შევსხუდავ, აი შენ ხო ძალიან გინდა ეს, მე შენ ამას გიყიდი. ბავშვს უკვე იმის ინტერესი აქვს, რომ მე თუ დედას რაც მითხრა იმას გავაკეთებ და დედა ჩემი მადლიერი და მშობელი იქნება, აი მე იმას მიყიდი და ასე, თორე ისე რომ აი მას უბრძანო და გადააჩვიო, ეს არ მოხდება. ეს არის მარტო ნათქვამი სიტყვებით დამერწმუნებით. ანუ არსებობს წახალისების მეთოდი ამ შემთხვევაში, ან თქვა გასეირნება უნდა ბავშვს, ან ნაყინზე წასვლა უნდა და კაფეში დაждდომა უნდა. რაღაც მშობელმა თვითონ ფანტაზიით უნდა მოიგონო შენ შვილს რა ესიამოვნება. მოზარდებში ინტერნეტ დამოკიდებულება დღევანდელი რეალობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, თუმცა მისი მართვა შესაძლებელია პასუხისმგებლიანი და სწორად ჩამოყალიბებული ჩვევების მეშვეობით. სამინისტროსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად მზარდი იყოს და მუდმივად განვითარებადი
სამედიცინო სერვისები, რომელსაც აწვდიან სულ ერთია ეს კერძო დაწესებულებები თუ სახელმწიფოს მართვის ქვეშ ყოფი დაწესებულებები. მუდმივად ეს უნდა იყოს თანამედროვე საჭიროებების კვალდაკვალ განვითარებადი და აქედან გამომდინარე მაქვს პატივი რომ დღეს აქ ვიმყოფებოდე დაწესებულებაში, სადაც ამ პრინციპით ხელმძღვანელობენ და სადაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია პაციენტის კმაყოფილება, სწორ მკურნალობასთან, სწორ დიაგნოსტიკასთან ერთად განსაკუთრებულად ღირებული და მნიშვნელოვანი პრინციპია პაციენტის კმაყოფილება. ვფიქრობ, რომ მართლაც ერთ-ერთი სანიმუშო დაწესებულებაა და მათი პრინციპებით, მათი მიდგომებით ეს განსაკუთრებულად დაფასებას მოითხოვს. ეს კარგი წინაპირობაა ჩვენი სამინისტროს და ზოგადად სამედიცინო სექტორის თანამშრომლობისთვის. პირველ რიგში მინდა მიულოცოთ ოდუას კლინიკა და სრულიად საქართველოს და ჯანმრთელობის სფეროს, რომ ასეთი კლინიკა არსებობს და ერთი წელი შეუსრულდა მას. მოგეხსენებათ, ოდუას კლინიკა დიღომში და არა მხოლოდ ეს კლინიკა აქტიურად არის ჩართული სახელმწიფო პროგრამებში, საყოველთაო ჯანდაცვაში და ძირითადი მიმართულება, რაც გააჩნია მას, ეს არის ონკოპაციენტების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და კლინიკას აქვს მართლაც ამბიციური გეგმები, რომელიც მომავალთან არის დაკავშირებული და რა თქმა უნდა დღეს არსებული სიტუაციიდან ის ერთ-ერთი წამყვანი კლინიკაა ონკოპაციენტების მკურნალობასა და დიაგნოსტიკაში. თოდუას კლინიკა საქართველოში ონკოლოგიური სერვისების ყველაზე დიდი მიმწოდებელია. მოხარულები ვართ, რომ მხოლოდ ჩვენ ვფლობთ რეგიონში ევროპის სამედიცინო ონკოლოგიის საზოგადოების აკრედიტაციას. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩვენთვის, რაც მოითხოვს მუდმივ განვითარებას. შესაბამისად, თბილისის ახალი ონკოლოგიური ცენტრი, რომელზეც მუშაობა თოდუას კლინიკამ დაიწყო, წარმოადგენს მტკიცებულებას თოდუას კლინიკის თავდადების მისი მისიის მიმართ, რომ ონკოლოგიური პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ჯანდაცვის სერვისები საქართველოში. თოდუას კლინიკა 33 წელზე მეტია ქმნის ინოვაციებს და საფუძველს უყრის სხვადასხვა სამედიცინო მიმართულებების პროგრესს ქვეყანაში, რაც დღევანდელი პრეზენტაციით კიდევ ერთხელ დადასტურდა, ვინაიდან ონკოლოგია არის ყველაზე სწრაფად განვითარებადი ის ინოვაციური დარგი, რომელიც მუდმივად ახალ მეთოდებს გვთავაზობს და სწორედ ონკოლოგიური კორპუსის ახალი კორპუსის მშენებლობა იქნება ის თავმოყრილი ყველა ეს სამედიცინო მიმართულება ერთიანად, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყანას ეს დარგი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში უკვე არსებობს თოდუას კლინიკის ცენტრალური ონკოლოგიური ფილიალი, ეს იქნება სწორედ იმ უფრო უახლესი ტექნოლოგიებით და სამედიცინო აპარატურით და სამედიცინო პერსონალით აღჭურვილი ცენტრი, რომელიც საშუალებას მოგცემს კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ უკვე არსებული სტანდარტები.